ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით 100%-ით პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს. დიახ, სწორედ ივანიშვილის რეჟიმი კრიმინალური ბანდა ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს და უკარგავს იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რასაც ევროპაში უვიზო გადაადგილება ჰქვია. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ საქართველოს არავითარ ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით, არავითარ კაცების გათხოვებასთან დაკავშირებით არანაირ ვალდებულებას არ უყენებს ჩვენი ევროპული პარტნიორების ეს მნიშვნელოვანი ჯგუფი. არ არსებობს ასეთი დილემა, რომელიც ქართული ოცნების და რუსული პროპაგანდის მიერ არის გამოგონილი. ეს არის ცხადზე უცხადესი. ევროპა ეს არის ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სივრცე, სადაც თითოეული სახელმწიფოს ტრადიციები და ღირებულებები არის დაცული და ყველა ის მცდელობა, რომ რამენაირად საკუთარი პასუხისმგებლობა ქართულმა ოცნებამ გადაიტანოს ევროპულ მხარეზე ან ოპოზიციაზე, ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაშიც არის მომწიფებული ის ვითარება, რომ შეუძლებელია მათ ეს მოახერხონ. მე მინდა კითხვა ეუთოდილთან დაკავშირებით, იგივე დროში ჩადის ჩეხეთში, მაგრამ ამბობს საქართველოში ჩამოსვლაზე უარს. მათ ოფიციალურ პასუხში ჩვენ კითხვაზე ვიპასუხეს, რომ ჩეხეთში იყო საჭიროებათა მისია ჩასრული და იმას შეაფასა, რომ დაკვირვების საჭიროება არისო. თუმცა პრაქტიკაში არსებობს არჩევნები, მათ შორის ხორვატიაში და ბერძნეთში, სადაც საჭიროებათა მისია არ გამოუყენებია ეუთოდილს. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს არგუმენტი და რამდენად მისაღები არის ის არგუმენტები, რომელსაც ეუთოდი იყენებს და მათ შორის წინააღმდეგობაში მოდის მათ რამდენიმე წლის წინათ გააწყობილებთან. მე მჯერა ეუთოუდილის мотиваციის, მე მჯერა ეუთოუდილის მიერ გამოქვეყნებული შესაძლო მიზეზების, რაც მათ აქვს დასახელებული და ამაში ეჭვი შეტანის საფუძველი არავის არ აქვს. ამასთანავე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ საქართველოში ტარდება რუსული სპეცოპერაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გააზრებული აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც. ამაზე მიუთითებს ევროპარლამენტის ბოლო განცხადებაც ქართულ ოცნებასთან მიმართებით, სადაც აღნიშნულია, რომ იქამდე სანამ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, მანამდე საქართველოს ხელისუფლება ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ეუთოდილის მიერ წამოყენებული ის წინაპირობები, მათ შორის მოსამზადებელი ეტაპი, გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მისია, ეს არ არის მარტივად მოსამზადებელი პერიოდი, ამას სჭირდება შესაბამისი დამუშავება ველზე. როგორ? ჩეხეთის დემოკრატია და ჩეხეთში არსებული ვითარება შეგიძლიათ შეადაროთ საქართველოში არსებულ ვითარებას. აი ეს კონტექსტი უნდა გავიაზროთ. საქართველოში როდესაც ევროპარლამენტი აქვეყნებს განცხადებას, რომ იქამდე სანამ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ამისთვის არ დაიწყება შესაბამისი მზადება, რომელიც ჩემი აზრით შეუძლებელია ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ შეუძლებელია შედარდეს მაგალითად ჩეხეთს, სადაც კლასიკური დემოკრატია არის და ხა როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე გვაქვს საუბარი და როდესაც გვაქვს სახელმწიფოზე საქართველოს სახით საუბარი, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ოლიგარქს და არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად უწოდებს და სინამდვილეში რუსულ სპეცოპერაციას ატარებს, არსებითად განსხვავდება ეს ორი მაგალითი ერთმანეთისგან და აი აქ ამ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო პროცესს, რომელიც სინამდვილეში ივანიშვილის ლეგიტიმაციის თამაშებია, ბუნებრივია, ბევრად უფრო მეტი მოსამზადებელი ეტაპი დაჭირდებოდა, ვიდრე ირაკლი კობახიძის რაღაცა ალე ჩამოდით მოწოდება. ბატონო, დაამთავროს ამაზე თუ არის ჩამეკითხოთ. ამ თემაზე მინდა ვკითხოთ, თქვენ თქვით, რომ ჯერა ეუთოდილისო და ეუთოდილის ჯერათ ხოლმე მაშინ, როცა თქვენ პოლიტიკურ დისკუსიას ხოლმე გაწყობლებები, როცა არჩევნებს აღიარებს ხელისუფლებას არჩევნებს წოდებს, მაშინ არ გჯერათ ეუთოდილის. აი, როდის გჯერათ და როდის არ გჯერათ? ეუთოდილის დასკვნა მე პირადად მაქვს წაკითხული, ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტით წაკითხული მაქვს, შემდგომში რაც გამოქვეყნდა და იქ არსებითად არის საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაზე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე, არათანაბარ ვითარებაზე, ასევე არის ხაზგასმული არაკონკურენტუნარიანი გარემო, შესაბამისად ყველა ამ ჩანაწერს
ეუთოოდირის დასკვნა მე მაინტერესებს ნებისმიერ სახელმწიფოში, სადაც ტოტალურად ყალბდება არჩევნები მათ შორის. ეუთოოდირი არ არსებობს, წერდეს წინადადებას, არჩევნები გაყალბებული არ არის. ეუთოოდირის დასკვნა არის მრავლის მომცველი, სადაც მნიშვნელოვან პუნქტებზე არის საუბარი ამ ყველა კრიტიკული საზომი, რაც განსაზღვრავს არჩევნების სამართლიანობას, უსამართლობას, ქართულ ოცნებას აქვს ჩავარდნა. თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღემდე ქართული ოცნება ილაპარაკებდა ეუთოოდირის დასკვნაზე და ევროკავშირი, რომელიც ყველაზე დიდ პატივს სცემს არჩევნების შეფასების პროცესში ეუთოოდირის დასკვნას, რამენაირად ევროპარლამენტიც მიანიჭებდა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციას. რახან ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ შორის იმითაც არის განპირობებული, რომ ეუთოოდირის დასკვნა, რომელიც ყოველთვის თანდართულია ევროპარლამენტის განცხადებებზე ან შესაბამის დოკუმენტაციაზე, აღნიშნავს იმას, რომ საქართველოში არაკონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, სადაც ძალადობის ფაქტები იყო, მოსყიდვის ფაქტები იყო, ამორჩეულზე ზეწოლის ფაქტები იყო, სადაც არსებითა დაფინანსების წყარო ხელისუფლებას ჰქონდა ბევრად უფრო მეტი და ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი და 26 ოქტომბერს მოხდა, მათ შორის ის ქართული ოცნების მხრიდან უარის თქმა უცხოელი სადამკვირვებლო მისიის მიერ შესაბამისი აპარატების და ხმის მიცემის პროცედურის შემოწმების პოსტფაქტუმ შემოწმების საკითხზე, რომელიც ოპოზიციას უარი ეთქვა, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების მხრიდან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძირეულად გაყალბებული. კიდევ ერთხელ კითხავთ მომასწავლე. ჩვენთან ამბობენ, რომ არჩევნებს ეუთოოდი დარეკუდება თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ ჩეხეთში ჩადის ის და აკუდებიან არჩევნებს. აი, თქვენი ეს 4 კვირა არ აღმოჩნდა საკვალიციო ჩვენთან ჩამოსულიყო და დააკუებოდა თვითმმართველობის არჩევნებს? ჩეხეთი არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ჩეხეთში არის დემოკრატია, ჩეხეთში სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობს ჩეხეთის ყველა მოქალაქე და შესაბამისად შეუძლებელია შევადაროთ ჩეხეთის ვითარება, პოლიტიკური პოლარიზაცია და არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოსთან, სადაც ივანიშვილი ატარებს რუსულ სპეცოპერაციას, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე 26 ოქტომბრამდე, სადაც წინა არჩევნების შედეგი არის ის, რომ არ არის აღიარებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან, გარდა ორბანისა და ფიცოსი და როდესაც ესეთ ვითარებაში არის სახელმწიფო და თვეების განმავლობაში დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი ფაქტობრივად ამბობდა, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევა არ მოხდებოდა, ასე ირაკლი კობახიძის დაძახებაზე ეუთოოდირი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ჩემი აზრით საბედნიეროდ ვერ ჩამოვა, იმიტომ რომ ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება, ამ მისიას ჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, ველის დამუშავება, საარჩევნო კანონმდებლობის შესწავლა, ასე შემდეგ, რაც თავის დროზე ქართულ ოცნებას არ უნდოდა და სამწუხაროდ ამ რუსულ სპეცოპერაციაში, როდესაც ივანიშვილმა რამდენიმე ოპოზიციური პარტნიორი იპოვა, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მოწვევა. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მე ვიზიარებ ეუთოოდირის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ მოტივაციას, რომ მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ის დრო, რომ დაკვირვებოდა საქართველოს ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში რუსული სპეცოპერაციაა. არეულობის სამზადის და გარკვეულ დაძაბულობაზე საუბრობენ მათ შორის მმართველ გუნდში და არის საუბარი იმაზეც, რომ ახალგაზრდები გამოიყენება კონკრეტულად ამ პროცესებში, საუბარი არის იგივე ტრენინგებზე, რაც იყო კანვასის შემთხვევაში და ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ამ ყველაფრის კავშირს და თქვენ ხედავთ ამ მხრივ, რომ ეს არის საინტერესო და ამ მხრივ, რომ არიან ახალგაზრდების შეცვლება, თუნდაც უახლეს წარსულს თუ გავეთვალისწინებთ. მე მხოლოდ ხედავ, რომ ახალგაზრდები უსამართლოდ ამ წუთის მდგომარეობითაც ხედან ციხეში. ადამიანები, რომლებსაც პროფესიული განვითარების, ნორმალური ცხოვრების მაგივრად უწევთ საკუთარი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ციხეში გატარება, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ირაკლი კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს. რაც შეეხება აი ამ ბრალდებას, ამ ქვეყანაში არეულობის მთავარი ინიციატორი და პროვოკატორი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 26 ოქტომბერს მიიტაცა სახელმწიფო ხელისუფლება. დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და არა თავადის, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წყარო თავად აყალიბებს ხელისუფლებას და ამავე დროს ისინი ყოველდღიურად შეიძლება წუთობრივად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც მიემართება ევროატლანტიკურ სივრცეში ქართული სახელმწიფოს გაწევრიანების საკითხს და შესაბამისად მთავარი პროვოკატორი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი. და ასევე მე მინდა გითხრათ
ჰექსოგენის საქმესთან დაკავშირებით შეიძლება ეს იყოს გამოყენებული დესტაბილიზაციისთვის თქვენ ამას შეასრულებთ? ეს არის აბსოლუტურად მორიგი პროპაგანდისტული საქმე, რომლის მთავარი მისიაც არის ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. ყველა არჩევნების თუ მნიშვნელოვანი საკვანძო მომენტი, როდესაც დგება ქართულ სახელმწიფოში, ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილი და მისი პროპაგანდა იგონებს ესეთ საქმეებს. არავითარი კავშირი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აი ამ ბუდოსთან არ აქვს და არც ექნება. მოდი ეს ჰექსოგენი დაამთავროთ თუ რაც არის. მოწოდეთ ჩვენ აბსოლუტურად გინდება რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გადაეცა ამ ხალხს და ტრანზიტ საქართველოს გავით უნდოდა რუსეთში გატანა. მართულ გულში აბრუნებს სხვა გარემოებები, რომც გამოუცხოთ ეს ფაქტი არ დასტურებს უკრაინის ხელისუფლების სპეცსამსახურის არაკეთილსინტეზიერ დამოკიდებულს მეგობარ ქვეყნების მიმართ. და არაერთი ფაქტი დაფიქსირდა უკრაინელების ასეთი მოპყრობისა. რა კომენტარს გაკეთებთ? მე თავიდან ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე არის ქართული ოცნების პროპაგანდის მიერ შეკერილი. აქედან გამომდინარე მათი არც ერთი განცხადების პროკურატურის თუ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გაკეთებული ჩანაწერის თუ შესაბამისი რაღაცა ჩვენებაზე აპელირების ნულოვანი სანდოობა გვაქვს. აქედან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით, ამიტომ დამატებით კომენტარს არც გავაკეთებ. 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, აი რა იგეგმება და ხშირად ამბობენ გაგვიგია მათ შორის მმართველი პარტიისგანაც, რომ სიტყვათა შეუსაბამობა არის თავშივე, მშვიდობიანი დამხობაო. რას აანონსებთ, ვიცით რომ დღის წესრიგი იმედიც გახდება ხო საჯარო უშუალოდ რა გეგმა ექნებათ პარტიებს 4 ოქტომბერს, თუმცა აი მანამდე რა შეგიძლიათ გითხრათ და კვლავ იზიარებთ თუ არა იმ რიტორიკას, რასაც ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ასე ვთქვათ ამბობდა მათ შორის საჯარო განცხადებებში. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილი აბსოლუტურად გაუგონარი ჩემი აზრით საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ბრალდებით, რაც კი პოლიტიკოსისთვის წაუყენებიათ, ამისთვის არის კაცი დაკავებული. ეს არის პირველი, ეს არის საჯარო დაპირება, რომელიც პოლიტიკოსის დღის წესრიგის არსებითი შემადგენელი ნაწილია. ესე რომ იყოს ალბათ მთელი პოლიტიკური სპექტრი დასაჭერია ამ ქვეყანაში, იგივე პრაქტიკით. და მეორე საკითხი რაც არის, ბუნებრივი ამ რიტორიკას არავინ არ შეეშვება. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა. კონსტიტუცია არის მათი ხელიდან მკვდარი ამ ქვეყანაში. ქართული სახელმწიფო გადაიყვანეს ევროპული ინტეგრაციის რელსებიდან და 4 ოქტომბერი არის ამ რელსებზე დაბრუნების დღე. ჩვენ არსებითად ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ამ კამპანიას. ჩვენი მიზანია რომ 100,000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება დამატებით გეგმასა და დეტალებს, ამ გეგმის და დეტალების ლოკაციების აქციაზე დღის წესრიგი როგორი იქნება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს როგორც თავად აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ისე თავად მიუხედავად იმისა, რომ ის არის საპატიმრო დაწესებულებაში, ლევან ხაბეიშვილიც 4 ოქტომბრამდე მნიშვნელოვან დეტალებს აქციის შინაარსთან, აქციის ლოკაციებთან, აქციის დღის წესრიგთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი 4 ოქტომბრამდე ბუნებრივია გახდება ცნობილი. აი, გამხობაზე როცა საუბრობთ და ამბობთ, რომ 4 ოქტომბერს გასულდება ხელისუფლება. ეს არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს თქვენი გუნდი. ეს როგორ წარმოგიდგენთ, რომ ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ რუსულ სპეცოპერაციაში. ფორმით ვაპირებთ ხელისუფლების დასრულებას. აი ამაზე საუბრობთ. 100,000 საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ექნება კონკრეტული ულტიმატუმი, რაც გულისხმობს ხელისუფლებიდან ქართული ოცნების ჩამოშორებას. როგორ და რანაირად მოხდება, ამას ქართველი ხალხი 4 ოქტომბერს დარწმუნებული ვარ, საკუთარი თვალით იხილავს და იქნება თანამონაწილე. 4 ოქტომბერი არ არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის საკუთრება, მათ შორის არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის. 4 ოქტომბერი არის სახალხო პროცესი, რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ ეს რაღაცა ერთ პარტიას მიაკუთვნოს, არა, ეს არის სახალხო პროცესი, სადაც ჩართულია სხვადასხვა ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო ჯგუფი, ინდივიდუალურად საზოგადოებისთვის ძალიან მაღალი სანდოობის მქონე ადამიანები, რომელთა მთავარი мотиваციაც არის, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის მიღწევა, ამის საპირისპიროდ საქართველოში მოხდეს ის მნიშვნელოვანი გარღვევა, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას დაბრუნდეს იმ განვითარების რელსებზე, საიდანაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გადაუხვია. ანანა ცინცაბაძეზე მინდა გკითხოთ, ანანა ცინცაბაძე არის აქტივისტი, რომელიც სოციალურ ქსელში სიზულის ენით გამოირჩევა და ის არის ასევე
სოროსის ფონდთან დაკავშირებული ეს აქტივისტი და მას ხვდება და ახალისებს ასე ვთქვათ ევროკავშირის ელჩი და ამიტომ სახელმწიფო გუნდში აცხადებენ რომ ევროკავშირის ელჩი ასეთი ქმედებებით ახალისებს სიძულვილის ენას. როცა ადამიანები ავრცელებენ სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველ განცხადებებს სიძულვილის ენას, ამ მხრივ როგორი უნდა იყოს საელჩოების პოზიცია თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით მე ესეთ რამეს ვიტყოდი, მე წარმოდგენა არ მაქვს ვიზე საუბრობთ, მაგრამ როდესაც ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად დადო კაცი, რომლის მთავარი გამორჩეული ნიშან-თვისება იყო დედის გინება საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში, იმ ხელისუფლებას სიძულვილის ენაზე საუბრის უფლება არცეთ აქტივისტზე არ აქვს. საუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ელჩების პოზიცია როგორი უნდა იყოს, როცა კონკრეტულ აქტივისტს ხვდებიან, რომელიც სიძულვილის ენით გამოირჩევა? თქვენი პოზიცია? არ ვიცი, მარტო სიძულვილის ენით გამოირჩევა ეს აქტივისტი, თუ სხვა აქტივისტური საქმიანობაც ხო აქვს. შესაბამისად ხვდებიან აქტივისტური შეიძლება რომ სიძულვილის ენით გამოირჩეოდეთ, მაგრამ თან აქტივისტები ვიყოთ, ეს მაშინ სიძულვილის ენით გამორჩევას ასე ძახით. ის კაცი ხო გარეთ არის, ვინც ქალებს ურტყამს. ქართული ოცნება სიძულვილის ენაზე, ძალადობაზე. ჩემი პოზიცია არ ელჩებს ვისაც უნდა და ვისთანაც უნდა იმასთან ექნებათ ურთიერთობა. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ძალიან კარგია რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან არ აქვს შეხვედრები. დანარჩენი პრობლემა არ არის. გადასარევია. ძალიან სწორად შევაფასებ, იმიტომ რომ ამ აქტივისტებს უწევთ ყოველდღიურად ჯოჯოხეთის გავლა ამ ქვეყანაში. ასევე ლევან ხაბერსთან მადლობა კოლეგებს პატივრობას შეხვდა ქრთამის სახით და ასევე რევოლუციას ანონსებდა როგორ შეფასებთ ყველაფერს და ასევე 4 ოქტომბერს ანონსებს მშვიდობიან რევოლუციას უნდა მთავრობა დავანგრიოთ და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ორი ერთად თქვენ ამაზე უკვე პასუხი გავეცი შვილის დაკავება რომ შევაფასოთ და მაგაზე ისაუბრეთ ამაზე პასუხი გავეცი არა ეხლა წეღან თქვი პარტიას უდევს რომ როიტერს დაუდიო დიახ და ესეც რომ შეგვიფასოთ რა ძირითადად მაინც ხაბეიშვილის დაკავებას რა როგორ აფასებთ ხაბეიშვილის დაკავება არის ცალსახად განპირობებული 4 ოქტომბრის შიშით ივანიშვილს ეშინია ამ თარიღის ივანიშვილს ეშინია რა თქმა უნდა ბუნებრივია ლევან ხაბეიშვილის აქტიურობის ამის ძალიან ეშინოდა იმიტომ რომ მან აი ამ ახალი მუხტის აგორებაში ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაგრამ ყველაზე მეტად ივანიშვილს ეშინია ბუნებრივია ასობით 1000 ჩვენი თანამოქალაქის რომელიც შეიკრიბება მთელი თბილისის მასშტაბით აი ეს არის მთავარი შიში ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები თითიდან გამოწვეულიც აღარ არის საჯარო დაპირების გამო საქართველოში ბოლო 13 წლის განმავლობაში მთავარი კორუფციის მამხილებელი ადამიანი და პოლიტიკოსი დააკავეს ქრთამის გაცემის ბრალდებით, დაპირების, უпростоრად ბრალდებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ ესეც საინტერესოა რომ მხოლოდ 3-მა მიიღო შეურაცხყოფა, ეთყობა დანარჩენმა ეს არ მიიღო შეურაცხყოფა პირიქით თანახმა არის იგივე შეთავაზებას ახლაც აკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რომ თუ კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები რომლებიც მიიღებენ უკანონო ბრძანებას ადამიანთა დასახიჩრების სახიძულების დალეწვის ისინი არ შეასრულებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ როდესაც ქვეყანაში მოვა დემოკრატიული მთავრობა ისინი ხაზგასმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ ამ ჯილდოს აი ამასთან დაკავშირებით არის პოლიტიკოსი დაჭერილი. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, ეს არის საქართველოს ისტორიაში ხა პოლიტიკური დევნა ყოველთვის იყო ამ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად ცდილობდნენ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში პოლიტიკოსისთვის საქმის შეკერვას, მაგრამ ეს არის იმაზე უფრო უარესი, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება წარმოედგინოს. როიტერსმა და ზოგადად როიტერსი არ არის გამონაკლისი კიდევ არაერთმა მნიშვნელოვანმა ჩვენმა პარტნიორმა და ამავე დროს საერთაშორისო მედიის წარმომადგენელმაც რა თქმა უნდა ყურადღება მიაქცია იმ საგანგაშო მდგომარეობას რაც საქართველოშია და მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავებას სადაც აღნიშნულია მისი დაკავების რეალური მიზეზი მის დაკავების რეალური მიზეზი სწორედ არის ის რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის და ლევან ხაბეიშვილი პაატა ბურჯუაძესთან ერთად სხვა ძალიან მნიშვნელოვან აქტორებთან ერთად და რაც თავარია ქართულ ხალხთან ერთად არის 4 ოქტომბრის აქციის მთავარი ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი. ქართული ოცნება ამბობს რომ მიზანი იყო ხელისუფლების ძალაუფლების დამყარება და საარჩევნო პროცესების ჩაშლაო.
აი როგორ შეაფასებთ თქვენ ქართულ არ არსებობს არავითარი საარჩევნო პროცესი, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ეს ბუნებრივია 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე, როდესაც მთელი მსოფლიო ნახავს რუსთაველის გამზირს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ავტომატურად ყოველგვარი რაღაცა ხაზგასმით ეს აქცია არ ითვალისწინებს არც ძალადობას, აბსოლუტურად კანონიერ კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩვენი პოზიციის დაფიქსირებასთან არის დაკავშირებული. რამდენიც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება, 4 ოქტომბრის აქცია იქნება მშვიდობიანი, კანონიერი და კონსტიტუციური. მთავარია ქართულმა ოცნებამ არ გადალახოს ისევ წითელი ზღვარი და წითელი ხაზი და მათ არ ეცადნონ ამ აქციის წევრების მიმართ იმ ძალადობის ფაქტების განხორციელების განმეორება, რაც მანამდე აქციებზე ვიხილეთ. რაც შეეხება ამ განცხადებებს, ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ვერასდროს ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას, ეს არის ცხადზე უცხადესი და ჩემი აზრით უკვე ეს მისია, რაც დაკავშირებული იყო ამ არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით, არის მომხდარი და 4 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე, როდესაც იხილავენ ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს რუსთაველზე, ეს გაფორმდება. და როგორია ეს მშვიდობიანი რევოლუცია? ამას ხელისუფლებას თქვენ და ეს ორი კონკრეტული ერთი არის ის, რომ უნდა გამოვიდეთ ძალიან ბევრი ქუდზე კაცი, არავინ არ უნდა დარჩეს სახლში, უნდა გადაივსოს თბილისის ქუჩები, იქნება შესაბამისი მოთხოვნა და ეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდება. დამატებით გეგმებთან დაკავშირებით ლოკაციებთან, დღის წესრიგთან მიმართებაში 4 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი და ინფორმირებული იქნება ჩვენი ძვირფასი თანამოქალაქეების კრიტიკული უმრავლესობა ამ საკითხთან დაკავშირებით. უნდა დავამხოთ ხელისუფლებაო და აი ეს ხელისუფლების დამხობა მშვიდობიანად. 2003 წლის 23 ნოემბერს ერთი კაცი არ გალახულა ამ ქვეყანაში. ისე შეიცვალა ხელისუფლება, ასე რომ შესაძლებელია. სხვა ქვეყნის მაგალითების ძებნაც არ ჭირდება საქართველოს. 2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც ამ ქვეყანამ გადადგა გრანდიოზული ნაბიჯი წინ, ერთი კაცი არ გალახულა. მინდა გითხრათ ხოშტარიონ რობუშინ და ბანერი შესაძლოა უკვე გაგრძელება დაიწყო და ნუ განცხადებაში ნათქვამია რომ დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და უკვე სამართლებრივი ისიც მიეცემა ხო სარჩული ამ საქმეს აი როგორ შეაფასებთ ზოგადად ხოშტარიას აი რო იცოდა რომ ამის გამო დააკავეს ნუ შემდგომ გაუშვეს გირაოთი მაგრამ მაინც გააკეთა აი ამ ნაწილს როგორ შეგვიფასებთ და რა მოუდინები გაქვთ თუ ზარალის თვალზეა ჯერ უნდა დავითვალოთ კახიკავაძემ და ქართულმა ოცნებამ რა ზარალი მიაყენა თითოეულ ჩვენგანს და ქართულ სახელმწიფოს რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ბანერებს, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, რომ ეს ბანერები იმ ადგილას უკანონოდ არის განთავსებული. აი ესე უპასუხა მაგას, რომ არ არის უკანონოდ. შეიძლება აღარ არის და ეხლა იკეთილი ინება და დაწერა ის განცხადება და თავისივე თავს მიმართა ამ ბანერების გამოკვლევის როდესაც ნახეთ, შეხედეთ, ქმედება არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმალური მიზეზების გამო გარეთ უშვებს ქალზე მოძალადე მაგინებელ ხალხს, რომელიც ჯერ ვითომ დაიჭირეს და შემდეგ ვითომ გამოუშვეს. ჩვენების მაგინებელ ხალხზე იქ იყო ნათქვამი, რომ გოგონას ქონდა მითითებული ამ ქალზე მოძალადე მაგინებელ ხალხს, რომ ტკივილი არ განმიცდიაო. და ნუ ჩემი საფუძველით ეს უკვე ვერ დაიჭერდნენ. მარტივად არის ეს ხომ საჯაროდ მოხდა ეს ხომ ფოტო და ვიდეო გადაღებით არის აღბეჭდილი კაცი რო დაჭრანდა რო თქვა რომ არ განმიცდია ტკივილი არ დაიჭერე თუ აი ექსპერტიზის დასკვნა ჩატარდება რომ აი დაჭრის დროს ტკივილს განიცდი და არ არის ეგრე შინაგან საქმეთა სამინისტრო ფორმალურ მიზეზს აწვება ახლა მე თვითონაც იურისტი ვარ და ამ თვალსაზრისით ახლა თავს ვერ გავაბითურებინებ ვერცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებულ წარმომადგენელს უნდათ გამოშვება და გამოუშვეს და ეხა ეგეთ დროს მარკერით დაწერილი რუსული ოცნება ასჯერ უფრო ნაკლებად მტკივნეულია ქართული ოცნებისთვის ვიდრე ის რაც მათ მელიქიშვილის გამზირზე დაატრიალეს. აი რაღაც ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვას ხوار იწვევს. არავითარ დაძაბვას მანიფესტაცია და პროტესტი ითვალისწინებს მათ შორის აი ესეთ გადაწყვეტილებებს. წინასაარჩევნო დიახ, აი ვინ დაზარავდა და რა დაიძაბა ამით. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა. მარკერით ბანერის დაზიანება. ხო არ ვიცი, აქეთა მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ მარკერით და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ქალებს ურტყამენ და მერე გენიტალიების ჟესტიკულაციით არიან დაკავებული საარჩევნო შტაბთან. ამიტომ ზოგი როგორ გამოხატავს პროტესტს და ზოგი როგორ. შევაფასოთ ეს რომელი უფრო ძაბავს ვითარებას, ქალისცემა თუ მარკერით წარწერის გაკეთება.
გიორგი გახარიასთან დაკავშირებით კითხავთ 2020 წელს ის რომ ამბობდა გავღარიბდიო, მაგრამ მან იყიდა მიწები, 2 მიწა იყიდა და ასევე პარიზში სახლი. როგორ შეაფასებთ თქვენ ამას? არ ვიცი, გიორგი გახარიას ქონება, სიღარიბე და სიმდიდრე არ გვაინტერესებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და მოხდება შესწავლა ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების მხრიდან რა და რა ფორმით მოხდა ამ ქვეყნის ძარცვა, იქ თუ ამოტივტივდება მისი სახელი, მე გიპასუხებთ. კარგი, და მე ემთოზე მაქვს ისევ კითხვა, იმიტომ რომ ვერ მოვსწარი და თუ შეიძლება კითხეთ. აი კიდე ერთხელ მითხრათ როცა ამბობდნენ რომ ჩვენო ვერ მოვახერხებთ ჩამოსვლას, იმიტომ რომ ხიკული არ არის საკმარისი და ამ დროს ისინი ჩეხეთში ჩადიან, აი თქვენი არგუმენტი. აი ხო არ ფიქრობთ რომ საპარლამენტო არჩევნებზე კრიტიკა რომ იყო ოპოზიციის მხრიდან, ამან გამოიწვია ეს ყველა? ნახეთ, მარტივად არის საკითხი. ჩეხეთში არის დემოკრატია. ჩეხეთი არის ევროკავშირის წევრი. ჩეხეთში წინა საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა. ჩეხეთში არ არის პოლარიზაციის ის მაჩვენებელი, რაც აქ არის. ჩეხეთში არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ჩეხეთში ეგრეთ წოდებულ არჩევნებს არ ეძახიან რუსულ სპეცოპერაციას და ამომრჩევლის დიდი ნაწილი არ უცხადებს ეგრეთ წოდებულ ბოიკოტს. ამიტომ არსებითი სხვაობაა საველე ვითარების მომზადებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, de facto პრემიერ-მინისტრს თვეების წინ აქვს განცხადება გაკეთებული, რომ არაპირებდნენ მათ მოწვევას. და ირაკლი კობახიძის თითის დატკაცუნებაზე ეუთო ოდირი ვერ ჩამოვა და ვერ გაიქცევა. ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება. მე ხას უსვამ. სად ის ვითარება, რაც ჩეხეთშია და სად ის ვითარება, რაც საქართველოშია. საქართველოში ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, ერთ თვეში ვერ მოესწრება ის, რაც ჩეხეთში მოესწრება. საქართველოში იმდენად მძიმე პოლიტიკური და საარჩევნო გარემოა, თან ეს არჩევნებიც არ არის რუსული სპეცოპერაცია, რომ ამას ერთი თვე ნამდვილად არ ეყოფა. მართლა გონჩი ამბობენ რომ ჩვენ ვართ მიკურს ასეთი ეს გადაწყვეტილება. მაშინ რას ეძახდნენ? მაშინ რატო ეძახდნენ თუ არ უკვით? მაინც რომ არ ყოფილიყო კრიტიკაო და არ უნდა თვეების წინ ხო გააკეთეს რეზერვაცია, რომ არ უნდა ჩამოსულიყვნენ. ახლა რატომ მოითხოვეს ჩამოსვლა? კრიტიკა რო არ წამოსულიყო, მაინც ოპოზიცია. ვინ გააკრიტიკა? ვინ ოპოზიციის? ვაი, არავით არის. ეს არის ქართული ოცნების ლეგიტიმაციის თამაშებია. და ქართულმა ოცნებამ დიახ იმის გამო მოიწვია ეუთო ოდირი, რომ პროპაგანდისტვის ქონოდა შესაბამისი საწვავი და ამავე დროს მას შემდეგ მოიწვია, რაც გაინაღდა იმ ორი პოლიტიკური ორგანიზაციის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება. აი ეს არის ანი და ბანი ამ ამბის. ეს კითხავთ, ანუ ამბობენ რომ არც მიკურს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგო დიდი კრიტიკა წამოვიდა. თქვენ არ ფიქრობთ? და დიდი კრიტიკა, ნახეთ რა. შეხედეთ, დიდი კრიტიკა რო წამოვიდა, ამიტომ ამბობს ეუთო ოდირი, რომ მისთვის ერთი თვე არ არის საკმარისი. დიდი კრიტიკა რომ მოდის და ქვეყანაში ევროპარლამენტს რო განცხადება გაკეთებული, რომ სანამ სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, აღიარება არ მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ერთი თვე არ ეყოფა ამ ქვეყანაში ამ პროცესის დაკვირვებას. და ამიტომ უნდა მინიმუმ 6 თვე უნდა. და მოიწვიეს 3 კვირით ადრე ბიჭებო შემოგვიარეთო, აი ეგრე დაუძახა ირაკლი კობახიძემ და ეგრე ვერ შეუვლის ვერავინ. ეგრე გამოდის. ეხლა ჩეხეთი და ჩეხეთის არჩევნები შეგვიძლია შევამოწმოთ საარჩევნო დარღვევების მიხედვით როგორ გამოირჩევა. არავით არის. 7 და წყნარ ვითარებაში ტარდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და საქართველოს ერთნაირი ვადა ეყოფა აი ამ ორ ვითარებას ქვეყანას, რომელიც ევროკავშირშია, სადაც არჩევნები არ ყალბდება, სადაც სიტუაცია ნორმალურია და მეორე დაქცეული სახელმწიფო, სადაც აბსოლუტური კონფრონტაცია არის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სადაც წინა არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული, სადაც ერთპარტიული პარლამენტია, ერთი თვე ეყოფა ორივე ეს. მოვჭით? ბატონო. რაღაცამ შამეკითხეთ. და ხელისუფლების დამხობისთვის და ასევე ის ქთამის შეთავაზებისთვის. ამაზე წინდა პასუხი და მაშინ ისე რომ ვილაპარაკოთ, რომ აი როგორ შეაფასებთ ამას თქვენ? ამ ორ ბრალს? აბსურდულია ორივე ბრალი.
პირველი ბრალი რაც წაუყენეს ეს იყო ალბათ საქართველოს ისტორიაში პოლიტიკოსისთვის ესეთი რამ არასდროს არ წაუყენებიათ, რისთვის არ დაუჭერიათ პოლიტიკოსმა. ეს წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკური დაპირების გამო პოლიტიკოსი ჩასვეს ციხეში. და დაპირება იყო ძალიან მარტივი და არის და ეს ძალაშია ეს დაპირება. რომ თუ კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არ შეასრულებენ უკანონო ბრძანებას, რომლის არსიც მდგომარეობს ხალხის წინააღმდეგ წასვლა, ადამიანებისთვის მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება, ამ ვითარებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ხას უსვამთ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც ძალაუფლებას აიღებენ პროდასავლური ძალები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს ადამიანები, რომლებიც არ ასრულებდნენ უკანონო ბრძანებას და არ წავიდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მიიღებენ შესაბამის ჯილდოს. აი არ ვიცი, მაგალითად ეხლა რომ დავპირდეთ რომელიმე სამხედროს, რომ თუ კი მათი მხრიდან იქნება გადადგმული რაღაცა რომელიმე წვნაში მიიღებენ მაღალ კვალიფიკაციას ან ექიმი, რომელიც მუშაობს რაღაცა სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელიმე სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტზე მუშაობს და ის შეასრულებს და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს და მიიღებს ჯილდოს. აი წარმოუდგენელია, იგივენაირია. აი ხელისუფლების გადატრიალებისთვის ანუ როცა ეს არა, ის ეხლა რაც შეეხება მეორე ბრალს. ეს ბრალიც არის თითოიდან გამოწვეული. სახელმწიფო გადატრიალება ამ ქვეყანაში არის მომხდარი და ეს ივანიშვილმა გააკეთა 26 ოქტომბერს. და აქ საუბარი არის მშვიდობიან კანონიერ კონსტიტუციურ პროტესტზე 4 ოქტომბრის, რომლის მთავარი მოთხოვნაც იქნება ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლა. ეს არის დანარჩენი გეგმა, დეტალები 4 ოქტომბრის აქციის, ესეც გახდება ცნობილი. ლოკაცია სად იქნება, დღის წესრიგი რა იქნება, მოთხოვნა რა იქნება. აქ საუბარი არის უკიდურესად მშვიდობიან პროტესტზე და ამ ქვეყანაში ამ ვითარებაში შეუძლებელია მით უმეტეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აშინებდნენ სიტყვა რევოლუციით. ეს არის პარტია, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩაუყარა საფუძველი და მშვიდობიანი რევოლუციის გზით ეს ქვეყანა დააყენა განვითარების შეუქცევად რელსებზე. არა უშავს. თავარი არის ბევრი ადამიანი მოვიდეს. ბევრი ადამიანი რომ მოვა, მე დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი შედეგიც იქნება. მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი მოვა და 13 სექტემბრის აქციამ მე კიდე ერთხელ დამარწმუნა რომ ბევრი ადამიანი მოვა. კიდევ უფრო მეტი ვიდრე 13 სექტემბერს.